დილა მშვიდობისა ჩემოწყბილებო, აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით, აბა როგორ გიკითხოთ. აქ რა შტატივიც მე და გაქრა და ვეღარ მიპოვია, ამიტომ სხვაზე დაგაყენებთ. მოკლედ, ეხლა არის დილა და მე მაქვს შარლოტკა, რომელსაც თავზე უსვია შოკოლადი და არაქისის კარაქი და რომელიც არის ვაიმე, ესე იგი ღვთაებრივად გემრიელი და ეხლა მაგას გვერდზე უნდა მოვუდო ყავა, გემრიელი, მშვენიერი, ახალი განწყობიანი ჭიქით მოიცა. დღეს გამოვიღე ხალხებო, აი ეს საახალწლო ჭიქა, ჰო და რაღაცა განწყობა წელს ადრე წამოვიდა და არ ვიცი რატომ მივხვდავად იმისა რომ ჩვენთან თბილად, ცხელა და თითქოს და ჯერ ეს საახალწლო ამინდები და განწყობები არ უნდა იყოს, არ ვიცი, წელს ადრე წამოვიდა ჩემთან საახალწლო განწყობა. შარშან საერთოდ ფაქტიურად რა ვიცი, ბოლო დღეებამდე ისე ვიყავი რა, მუდოსავით. არ ვიცი რატო, მე შინოდა კიდეც უკვე რა ვიცი. იქნება ეს არის მეთქი დაბერება, როცა აღარ გიხარია ის, რაც გიხაროდა თქო. რა ვიცი და მოფეთქი სად არის? მაგრამ არა, ეგ იყო ADHD, რომელსაც პრეპარატი ჭირდებოდა. გავარკვიეთ ეგ და დავუშვიდით და კარგად ვართ. ვაგრძელებთ ცხოვრებას გემრიელად და ბედნიერად, მადლობა ღმერთს. ასე. აჰა, ეხლა ამას გვერდზე მოვუდოთ ჩვენი ბერძ იო. არა ეს იო არ არის, ეს არის ხაჭო. ბოდიშით შეცდომაში შეგიყვანეთ. მოიცა პირიქით ეს უნდა დავთო. სუმერე ვახომე. და მე მკითხაობ, აგერ. აი ესე. ჩავიწეროთ всё, ეს ჩავწერე, ეხლა ყავა დავისხათ და მორჩა. დავტკბეთ. ლამაზია? სახალწლო ვაიგებიც დაიწყო. Yes, it's so pretty. მაგ ჩვენთან გაგანია მზეა, გაზაფხულივითაა. აი, ჩემი ჭიქა და შენი ამინდი, უხდება ერთმანეთს. ჩემი ხვალ და შენი კისერი ვიჯღერს, ხო? ჩემი ჭიქა და შენი ამინდი, ოღონდ ეს უფრო კეთილურად ჟღერს. აუ რა კაია, მე თუ როგორ მიყვარს ეს.
ხო, ვიცი რომ შენები გეძახიან და მხოლოდ მას მერე რაც მეც ვიგრძენი თავის საკმარისად ახლობლად თავისით მომინდა. ანუ მე არ შემილია ხოლმე რაღაცეები თავისით თუ არ მოდის სულიდან, აი მაგალითად დედამთის დედიკოს რო ეძახიან და რაღაცა. თუ თავისით სულიდან წამოვიდა კი და თუ არა და no. ხოდა ესე იგი მე ნამდვილად ვგრძნობ მაგას კი. ევა! ცოდვა, რატო დააგდე ეგრე? ეთქინება. ამ შარლოტკას ვაშლი ხო ძალიან უხდება. ნიგოზე არ მქონდა და არაქისი გავუკეთე, ეგეც ძალიან უხდება და კიდე ჩემი გემოვნებით ძალიან მოუხდება ქიშმიში. უნდა ვიყიდო. სახში ქიშმიში არა მაქვს, იმიტომ რომ ბონისთვის არ შეიძლება. ერთი წელი ცოტა შეჭამო, შეიძლება მოკვდესო და არ მაქვს. მაგის მერე არ მიყიდია, ხო და ვიყიდი და სადმე ჩავკეტავ. ესენი მაინც არავინ არ ჭამენ, არ უყვარს და გავუკეთებ ხოლმე ამ კექსებს, ძალიან მოუხდება. ხო, დადი. არ შეიძლება. მაგიდაზე არ შეიძლება. ეს კექსის რაღაცა გაჯერებული გემო მიყვარს, არ ვიცი. კონკრეტული გემო მიყვარს კექსში რა. შოკოლადის ყואה ნუში. თავზე ორი ბალიშ დავადე, თვითონ ჩააბნე და ის ნუში შემხვდა. მაშაკაია. მე თორა ბედნიერება. ჭამო გემრიელად. თან დაიკლო. No. Actually, was it okay? It got me okay. Okay? There. Okay, pause. Actually, okay? არ შეიძლება. No. მაგიდაზე არ დასვა. აი მაგიდა გაჭირო, ეგ გადავიდე შენ. ამას რა გაიყო? მე როგორ ვისიამოვნე? იცით რა მომენატრა, ხა გაგეცინებათ. მოხარშული კვერცხი. ხეს უნდა ვჭამო და შემწვარიც მომენატრა. კვერცხები მომენატრა მოკლედ. ვიცინოთ და კვერცხი ერთ-ერთი სუპერფუდია. ძალიან კაი საჭმელი. ყველაფერს შეიცავს, რაც საჭიროა. ეს უნდა იყოს ჩვენ სტაციონში ისეთ საჭმელია. აი მე რა კარგად ჭამე რა გემრიელად ღმერთო. უბა ხა ნახოთ კომენტარები. ალაგე ყოჩა.
სოფონინი ძალიან თბილი ხარ, კაი და ლამაზი შვილები გყავს, კარგი აღზრდილი, უფალი გფარავდა, ცოტა შემეწოდე მომხდარით. იკაც როგორ ნერვიულობდა, მაგრამ რასიდან ყველაფერი გაივლის, მიყვარ ხარ წარმატებები, მადლობა ჩემო საყვარელო, ხო? ეგ ჩემი ხვედრია. ალბათ. ძალიან რთულია ხოლმე, თან იცი რა არის რთული? ეგ ისეთი რაღაცა არის, ვისაც ვერ შეემზადები, ანუ უბრალოდ ადამიანი ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მომენტში აბსოლუტურად არაფერი რო არ უძღვის წინ და აი მოწმენდილიც არის რა და უცებ ვიღაცა გამოდის იარაღით და გესვრის გულში, რომელიც არ გყავს, მაგრამ გჭრის და გტკენს და დღეს ძალიან მიჭირდა, ძალიან. და თან ეს იცი როდის ხდება ხოლმე? როცა მაგალითად შენ ხარ ძალიან ესეთი მოწყვლადი რა და ძალიან ემოციური და რაღაცა ხდება შენ ცხოვრებაში ისეთი რომ ისედაც განიცდი და რაღაცა და ძალიან ძნელია მე გამკლავება რა. მაგრამ სწავლობ, ვცდილობ და რავი. ეს какие шикарные волосы у твоего сына. У тебя очень красивые. Давай мы ძალიან დიდი მადლობა ძირფასო თოკოს ჩემნაირით მაგ. ქართველი მომეჩვენა რომ ნამტირალები თვალებით ხარ, საოცარი გოგო ხარ, იმხელადადებითი ენერგია მოდის შენგან. ჯერავს რომ ბევრს მიაღწევ და გაითავისუფლებ თავს მარწუხებისგან შენი თავისთვის პირველ რიგში. ხო, აი ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, დრო და მე ყველაფერს გავაკეთებ ისე რომ ყველა კარგად იყოს. ეგრე მინდა. არა მარტო ისე რომ მე. არამედ ისე რომ ყველა. და მჯერა რომ ერთ დღესაც გეტყვით რომ აი ეს არის ის, რადგან გეუბნებოდით თქო. და მჯერა რომ ერთ დღე დადგება. ნინი როგორ ძალიან მიყვარს წნილი თითქმის ყველანაირი, ვაიმე მე ძალიან მიყვარს. ციცი. ევანა ლამაზი ხარ, სიხარულო გაიზარდე, ბედნიერი გოგო, ჯერ გაჩენილი არ იყავი, ქიან გიყურებდი და უკვე რამხელა გოგო ხარ, საოცარი ბავშვი ხარ. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ტკბილებო. გოშინევას ის უყიდეთ, რა ქვია, ველოსიპედი, რომელიც ძალიან მოეწონა, ჩავსვა კადრს და ის ხო ქონდა პატარა მწვანე რკინის და გატეხა, სკამი მოატეხა. ხო და ვიფიქრე რომ დროა რომ უკვე დიდი უყიდო თქო და თან ეს სახლი ანუ საშუალებას აძლევს რომ აქ იაროს რა მაგითი ზამთრის პერიოდში როცა ცუდი ამინდები იქნება და მე უკვე გადაფხულიდან გარეთაც გავიყვათ და იქამდე მიაჩვევა კიდევაც ორთვლიანია. აი სამი თვალი კიდევ ორი თვალი უკარო უკეთდება, მაგრამ მე რო ეხსნება ეგეთი და პირველი იქნება მეთქი რომელიც ისწავლის, ანუ პირველი ველოსიპედი რომელზეც ისწავლის გოტარებას რა. ხო და ისე მოეწონა, ესე იგი სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ ამაზე დაჯდა და აღარ გადმოჯდა. საბაში ვიყიდეთ. ხო და ისა მე წუხელ მოიყვანა, უნდა დავაძინო და მეთქი ახლა ველოსიპედი გამაკლია შვილო საწოლში, აქე დააყენე. არა, იატაკზე უნდა დავაყენო, აქ იყოსო, მაგრამ აქ იყოსო რა. ხო და ესე გვეძინა გუშინ ველოსიპედთან ერთა. საბაში შემოვიარეთ ხალხო, იმიტომ რომ მე ვიტუნეს ხო ისა. გაუტყდა თავისი ველოსიპედი და ველოსიპედები არის მესამეზეო. დავედი. ჩვენ ვიყიდეთ ველოსიპედი, გაგვიფუჭდა პატარა და ატეხა ბავშვი. ატეხა და დაისახულა. ატრიალი. სანამ ფასმიკა საიტანცი. გოგო. ატრიალეო. უნდა დავიძეო. აკა მე რაღაცები ვიყიდე.
ჩემო საყვარელო. მიყვარ ხარ ირმა ძვირფასო. ქეთი ნინის სტევიას ფხვნილს რომელ ქსელში ყიდულობ, ვერ ვპოულობ. ქეთი ეს სტევია მე ნაყიდი მაქვს კარფურში. არ ვიცი ახლა არის თუ არა. რამდენი ხანია ვიყიდე? 1 თვე მაინც იქნება. სტევია ნატურალის იმაში, ხო, კარფურში. კარფურში ვყიდულობ ყოველთვის. აფთიაქებში არ ვყიდულობ ხოლმე, არ ვიცი. ნინიკო, ჩემი გოგო მოსულა, ნინთოკოს რაზე უნდა ჩაბარება. ჯერ ზუსტად არ იცის, მაგრამ ფსიქოლოგია ძალიან კარგად გამოსდის და ფსიქოლოგია აქვს ერთი ვარიანტი და სხვა ვარიანტი პრინციპში არც აქვს, მაგრამ მაინც კიდევ ფიქრობს, კიდევ რა შეიძლებაო. ინგა საყვარელი ნინი, ევა მომიკითხე, აუცილებლად ძვირფასო. და არის შენ ხარ კარგი ადამიანი, არ დაგავიწყდეს არც ერთი წუთი, ყველა გაგებით უფალი დაგიფასებს ყველაფერს. მადლობა ძვირფასო. იცით რა არის? თავი რო დავანებოთ იმას, უფალი დამიფასებს თუ არა. ანუ მე არ მინდა მქონდეს აი როგორ გითხრა დრო რო გავა წუხარება სინანულისა. ანუ ხშირად აქვთ ხოლმე ეგ შვილებს, რომ აი ეგ ძალიან მძიმე სატარებელია და ეგ არ მინდა რომ მქონდეს სინანულის მწუხარება, მინდა რომ ყველაფერი იმდენად სწორად გავაკეთო, რომ ეგ არ, მაგრამ ეგ ძალიან ძნელია, ნახე, იმიტომ რომ აქ არავინ არ უნდა დაზარალდეს, არც პატარა, არც დიდი, არც შენ. ადამიანი ისეთია, რომ თვითონ თუ ზარალდება, მერე უნდა თუ არ უნდა სხვასაც აზარალებს, შინაგანად ეგეთია. ამიტომ შენ არ უნდა დაზარალდე და არ დაზიანდე. პლუს უნდა შეეცადო, რომ შენ იყო კედელი შუაში, აი ყველა სხვასთან და ისინიც რო არ დაზარალდნენ და ყველაზე ადვილია ხო წიხლისკვრა და მაგრამ აი არც ეს მხარე, არც შვილები, არც ის, ანუ ძალიან რთულია. ანუ ქმედებაში რთულია. მაგრამ ღირს. რუსებს აქვთ ეგეთი ანდაზა, იგრა სტოით სვეჩ. ხო, აი ეგეთი ის არის რა. ღირს. მარიამ, მე 3-4 კილო მაქვს დასაკრები და ნუ მოკლედ დავიწყებ კალორიების ყავს და მე ვანებებ თავს გაძელი ძვირფასო, აი გაძელი 2 კვირა. მე აღარ გაანებებ. აი 2 კვირა გაუძელი. მოინდომე. 3-4 კილოზე ძნელია ხოლმე, იმიტომ რომ არ ინდომებენ ისე, იმიტომ რომ მაინც ლამაზი ხარ, მაინც მოგწონ შენი თავი, ვიცი მე ეგ როგორ იმას გიშვება რა. ანუ გაკარგვებს мотиваციას, მაგრამ ნახე, იმ კუთხით უნდა შეხედო, რომ მე ეს 3-4 კილო თუ არ დავიკელით, ხდება მე 6, 5-6, მე 6-8 და მე უფრო ძნელია. ამიტომ ის ადამიანები, ვინც წარმატებით ინარჩუნებენ წონას, აი პლუს მინუს აქვთ ხოლმე ზუსტად 3 კილო, რომელსაც დაიკლებენ, თუ მოიმატეს, დაიკლებენ და ანუ მეც არ უშვებენ რა. ხო და მეტი არ გაუშვა, არ დანებდე, თუ დანებდები გაუშვებ, წავა თავისით. ამიტომ დაიწყე. არასდროს არ, ევა, დანებე ცოდოა. გაიგე ხვეწები რა ნათქვამი, არ შეიძლება, ნახე გაიქცა. აი ესე ძალიან მიჭირს, რომ ძალიან სწინს რო ვეუბნე, მე რო არ უთხრა არ შეიძლება. ადამიანი რამდენი ეგეთი რაღაცა გიწევს, ასე შენ ხო განიცდია რა. იმ კატისასაც განიცდი, ამ ბავშვისასაც განიცდი და კიდე რამდენამეს. ეს არის დასრულობა. ბევრი პასუხისმგებლობა. ისე მოიყვანა. ევა დაანებე თავი კატას გთხოვ. აი იჯდეს ხო აი ეგრე. всё, გაანებე. მოცეთ სადასო.